კვებითი აშლილობების პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ პრობლემას ბევრი საინტერესო კვლევა ეძღვნება. ინოვაციურ მეცნიერულ ნაშრომებს შორის გამორჩეულია უახლესი კვლევა, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯში მიმდინარეობს. სწორედ ამ კოლეჯის წარმომადგენელია ქართველი მეცნიერი, პროფესორი ქეთევან ჭანტურია. National Geographic საქართველოსა და კომპანია Silknet-ის შემეცნებითი შეხვედრების ფარგლებში. ასევე ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მოწვევით ქეთევან ჭანტურიამ წაიკითხა ლექცია მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში, რომელიც კვებითი აშლილობის სამეცნიერო ასპექტებს ეძღვნებოდა. ღონისძიებას Silk Hospitality მასპინძლობდა. პროფესორი ქეთევან ჭანტურია პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს. 2021 წელს მას ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ მიენიჭა უმაღლესი ჯილდო კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. 2023 წელს ის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი გახდა. 2025 წელს პროფესორი ჭანტურია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის. National Geographic საქართველო და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი Silknet-ის მხარდაჭერით აგრძელებს შემეცნებითი ღონისძიებების სერიას და ძალიან გვიხარია, რომ დღეს მასპინძლობთ ქალბატონ ქეთის და გვიხარია, რომ ამდენი სტუმარი მოვიდა და ალბათ ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი მისია სწორედ ეს არის, რომ მეცნიერებას გაუწიოს პოპულარიზაცია და მეცნიერული თემები ჩენები თუ კვლევები, რაც შეიძლება მრავალფეროვან და ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ. National Geographic-თან ჩემი თანამშრომლობა შედგა მას შემდეგ, რაც სამეფო კარისგან მივიღე Member of British Empire. ამის შემდეგ National Geographic-მა გადაწყვიტა, რომ ინტერვიუ ჩაეწერა და მე ამას მოყვა ის, რომ თბილისში ვარ ძალიან მოკლე ვიზიტით და ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა მკითხველთან შეხვედრა. ზოგადად, ჩემი საუბარი, ეს ლექციაც არ არის, უფრო საუბარია მკითხველთან, შეეხება კლინიკურ ფსიქოლოგიას, მის საჭიროებას საქართველოში, მსოფლიო სტანდარტების დონეზე, კლინიკური ფსიქოლოგიის და კვებითი აშლილობების შესახებ კლინიკური სერვისების აწყობას, კვლევის აწყობას. აი ძირითადად ეს ღერძია საქართველოს მოსახლეობას ისეთივე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს თუ მეტი არა, როგორც ნებისმიერ დასავლურ ქვეყანას. მაგრამ სამსახურები ასაწყობია. კვებით აშლილობებში მაგალითად არ არის ეს მულტიდისციპლინარული გუნდები დასავლეთში როგორ მკურნალობენ, როგორი კლინიკებია, იქ არის დიეტოლოგი, ექთანი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, ოკუპაციური თერაპევტი. აი ეს გუნდი ერთად მუშაობს განსაზღვრულ პრობლემაზე, ეს იქნება ანორექსიის შემთხვევა თუ ბულიმიის, მაგრამ საქართველოში ასეთი აწყობილი გუნდი არ არსებობს და აწყობილი სერვისი და აქტუალურობაზე რომ მკითხეს, ეპიდემიოლოგია და საჭიროება საქართველოში ზუსტად ისეთივეა, როგორც დასავლეთში. რა არის საჭირო? საჭიროა კადრების სწორად დატრენინგება და წვრთნა და სახელმწიფოსგან რა თქმა უნდა საჭიროა დაფინანსება, мотиваცია, რომ ეს სამსახურები აეწყოს, იმიტომ რომ პაციენტების თვალსაზრისით ასეთი პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ერთი შეხედვით სად ფსიქოლოგია და სად National Geographic-ი. ამ დროს ეს ერთმანეთთან კავშირშია. National Geographic-ის პირველადი ფუნქცია არის ინსპირაცია. ინსპირაცია კვლევის. შესაბამისად, ქალბატონი ქეთი წარმოადგენს მოდელს, სადაც არის მოთხოვნა ახლის და მისი დაკავშირება ფართო საზოგადოებასთან. ანუ მეცნიერება არის პირდაპირ კავშირში იმაში, რაც ყველას გვჭირდება და შემდგომში ხდება ამის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და National Geographic საქართველოს ფუნქცია სწორედ ეს გახლავთ, რომ ქართულ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტად წარმოვაჩინოთ ქართული მეცნიერების მიღწევები, ტრადიციები და ის ადამიანები, ვინც ამისთვის იბრძვიან.